როგორ იმუშავებს კოსმოსური ლიფტი? კოენის თქმით, მისი გატაცება კოსმოსური ლიფტებით 2004 წელს დაიწყო, როდესაც ის მაკგილის უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის განყოფილების წამყვან კოსმოსურ ექსპერტთან, პროფესორ არუნ მისრასთან განიხილავდა სადისერტაციო თემებს. მისრამ უთხრა მას კოსმოსური ლიფტის კონცეფციის 100,000 კილომეტრის სიგრძის კაბელის შესახებ, რომელიც იჭრება ცაში, დედამიწის ეკვატორიდან და მიმაგრებულია თანამგზავრთან გეოსინქრონულ ორბიტაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ბრუნავს იმავე სიჩქარით, რა სიჩქარითაც ამას დედამიწა აკეთებს და შესაბამისად დაფრინავს ფიქსირებულ ადგილას. კონცეფცია ასევე მოიცავს მექანიკურ მცოცავებს დედამიწის ზედაპირიდან სხვადასხვა სიმაღლეზე სამოგზაუროდ. იმის მიხედვით, თუ რა სიმაღლეზე გათავისუფლდებოდა კაფსულა, ის დაიწყებდა დედამიწის ან მზის გარშემო ბრუნვას, ან ისევ დედამიწაზე დაეშვებოდა. წლების განმავლობაში სხვადასხვა კონცეფცია განიხილავდა სხვადასხვა ტიპის მექანიკურ მცოცავებს. მაგალითად, კოსმოსური ლიფტის ერთი კონცეფცია იყენებს მაგლების სარკინიგზო გადამზიდებს, რათა გადაკვეთოს მასიური კოსმოსური კაბელი ძალიან მაღალი სიჩქარით. როგორც კოენი თავის ნაშრომში აღნიშნავს, ასეთი კაბელისთვის საჭირო მასალა ფოლადზე 50-ჯერ უფრო ძლიერი უნდა იყოს. ამიტომ კოსმოსური ლიფტების შექმნა ჩვენი დღევანდელი ტექნოლოგიით შეუძლებელია. თუმცა იგი ასევე ამტკიცებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდება. იმის მიუხედავად, რომ კოენი უშუალოდ არ მუშაობს კოსმოსური ლიფტების ტექნოლოგიის მატერიალურ ასპექტებზე, ის მიიჩნევს, რომ ჩვენ შეიძლება სულ რაღაც 10 წლეულის შემდეგ შევქმნათ მასალა, რომელიც საჭიროა კოსმოსური ლიფტების რეალობად ქცევისთვის. კოსმოსური ლიფტის კიდევ ერთი კონცეპტუალური პროექტის შესახებ უნდა გიაბოთ. ეს პროექტი, რომელიც არის კოსმოსური ლიფტის დიზაინის სახით, შეიმუშავა ბრიტანელმა არქიტექტორმა და ამისთვის $11,000 პრიზიც მოიგო. BBC-ს ინფორმაციით საუბარია ჟაკ რუჟერის ფონდის კოსმოსური არქიტექტურისა და ინოვაციის პრიზზე. ჯორდან უილიამ ჰიუზის კონცეფცია სახელწოდებით ასცენსიო ოკეანეში განთავსებულ გემს კაბელების მსგავსი სტრუქტურებით დედამიწის ორბიტაზე განთავსებულ სისტემასთან აკავშირებს. გემმა კოსმოსური პორტის გამართულად მუშაობა უნდა უზრუნველყოს. იდეა სამეცნიერო ფანტასტიკისგან შთაგონებული და მის შემუშავებას ახლო მომავალში არ უნდა ველოდეთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოდესმე ასეთი ტექნოლოგია არ გვექნება და მასზე ფიქრი არ ღირს. მომავალში შეიძლება გვქონდეს ლიფტი, რომელიც კოსმოსში გასვლაში დაგვეხმარება. ეს ნამდვილად რევოლუციური იქნება, უთხრა ჰიუზმა BBC-ს. გამოვყევი კოდის TikTok გვერდზე და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო. გამოიწერე კოდის YouTube არხიც.